შენ ვინ მოგცა ამის უფლება, რომ ქალი კაცად გადააკეთო? აქ იმ პიროვნების დანაშაული კი არ არის მარტო ვინც ეს თქვა თვითონ გადაწყიდა, რომ სქესი შეეცვალა. სახელმწიფოს კანონის, რომელმაც ამის ნებართვა მისცა. ექიმების, რა თქმა უნდა, ვინც ეს ოპერაცია გააკეთა, ანუ მთელი ის ჩართული არის, წარმოიდგინეთ მე და ბოლოს იუსტიცია კიდე, რომელმაც რა უნდა ქნას, რა უნდა ჩაუწეროს, ქალია თუ კაცია ეს არ იცის, ხო? მაგრამ ნებართვა რატომ მიეცი შენ? როგორ დაუშვი შენ ქრისტიანულ ქვეყანაში, აი ეს ყოფილიყო, რომ უფლის წინააღმდეგ წახვიდე, რომ არა შენ კაცად, რომ გამაჩინე, არ ვარ მე კაცი და ქალი ვარ. ამის გაბედვაც საერთოდ რომ გაბედოს და სახელმწიფო დონეზე კანონი რო ყოფილიყო, მე არ ვიცი ეს როგორ შეიძლება და საპატრიარქოს მოეთმინა. დაუვადებელი ბავშვების გაყიდვა არ მითხრა, ახლა საპატრიარქომ არ იცოდა, რომ დაუვადებელი ბავშვები იყიდებოდა. კვერცხუჯრედი და სპერმა აბარებდნენ. აი აქამდეც დაეცა სახელმწიფო და ეს კანონიც იყო. იუვენალური იუსტიცია გაჭირვებულ დედას შვილს ართმევთ. და იმას მე ვინც ზრდის, იმათ ფულს უხდით. ესეთი ოჯახის მდგრევის ყველანაირი ფორმა შეიმუშავეთ აბსოლუტურად. იმიტომ რომ ოჯახი არის ზუსტად ქრისტიანობის ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო ვიცით ჩვენ. ხო? ოჯახი ინახავს ძლიერი ოჯახები სახელმწიფოს. და თუ ეს ოჯახები არ იქნება ძლიერი, საიდან იქნება გამაგებინეთ სახელმწიფო ძლიერი და არის კიდევაც. არის დაინგრა, დაიშალა ფაქტიურად სახელმწიფო. აღარ არსებობს სახელმწიფო. კიდე რამდენი რამ უღმერთობა შეიძლება ჩამოვთვალოთ ამ ქვეყანაში და კიდე ერთხელ ვამბობ, გამოსახლება რომელიც აი ამ სამარცხვინო ფურცელს 20 წლიანს უკვე საქართველოს ვერასდროს ვერ ჩამოირეცხავს. ვერასდროს აქაც ხო ვიცით, ყველაზე დიდი მტერი არის ეს გამოსახლება ოჯახების და იშლება ეს ოჯახები. ფაქტიურად არანაირი თავმოყარეობა, არანაირი ღირსება ადამიანს არა აქვს, როცა ქუჩაში აგდებს სახელმწიფო და მე ვალდებულება არ აქვს აღმიდის ესენი. ამიტომ ჩვენ დედებმა და ვამბობ, ქრისტეს სიყვარული დიდება უფალს ქრისტეს სახელით. რადგან ქრისტიანობა ითხოვს ჩვენგან ზუსტად ყოველივე უსამართლობაზე რეაგირებას. და ჩვენ ხედავთ, რომ ჩვენ დღეს ჩვენმა თანამედროვე, ვამბობ, გარემიქსებულმა საპატრიარქომ და მღვდლებმა ვერ შეასრულეს თავიანთი მისია და ფაქტიურად ზომბირებულ მრევლს ქმნიან. რადგან თუ ესენი თავის მოძღვრებისგან არიან დამოძღვრილები ისე ქრისტეს სიყვარულით, ამდენ უსამართლობას ამ ქვეყანაში ვერ მოითმენდა ერი. რა აზრი აქვს აზრებში სიარულს მაინტერესებს თუ ქვეყანა ამ ჭაობშია ჩაფლული. და დღეს კიდე ერთხელ გავიმეორებ მე, როცა არის ერთი ამბავი არაბიზაცია. ჯერ ერთ ის არაბიზაციას არ ნიშნავს პირდაპირ ვამბობ და რატო? არაბული კომპანია აშენებს აქ ბინას. მე მომხრე ვარ, არ გებინოთ. აქ აშენებს ბინებს, ხო და ქალაქს. ზოგს იყიდის ინგლისელი, ზოგს იყიდის ქართველი, ზოგს ამერიკელი და ასე შემდეგ და ზოგს არაბი იმ ბინებს. და კი, ესეც გასაპროტესტებელია, მაგრამ რასაც ვამბობ, ეს თუ თქვენ გულამდე არ მიდის და წივილ-ყივილით, ფულის ზეობით და ფულის სიყვარულის გამო, რომ ოჯახები ინგრება, ამაზე რეაგირება რო არ გაქვთ, უბრალოდ მაინტერესებს შერჩევით რატო აპროტესტებთ რაღაც თემებს. იმიტომ რომ მორიგი, ტყუილი, ბლეფი სრულიად სიტყვის მნიშვნელობით ხალხი გამოიყლანოს ვინ? კონსერვატორებმა და პატრიოტთა ალიანსმა. ორივე პატრიარქ მაგიდებლებმა, არა ქრისტეს მაგიდებლებმა, პატრიარქ მაგიდებლებმა და ვითომ რამოდენიმე სასულიერო პირი მომევლინოს მე დღეს ქვეყანაში პრობლემის გასაპროტესტებლად. არ გენდობით. პირდაპირ უნდა გითხრათ, არც ერთს არ გენდობით, არც პატრიოტთა ალიანსს და არც კონსერვატორებს და იმიტომ არ გენდობით, რომ უმწვავესი თემა რაც არის ამ ქვეყანაში, არასდროს ხმა არ ამოგიდიათ. შენ დალოცვილიშვილო ქართლს რომ მასიურად გაყრის გიგრა არაბი ვერ იყიდის მე იმას და ან ბანკები რომ ყოველდღე აუქციონზე რო ყიდიან და თვითონ რო ინფორმებენ და უამრავია ასე ის რა ქვია სპეციალისტის აუქციონი არსებობს ამ ქვეყანაში თვითონ ეგრევე ყიდულობენ ეს არ არის უცხოების ყიდვა ეს თემა რატო არ გახდა არასდროს თქვენი საპროტესტო თემა მაინტერესებს და აქ ხართ ერთგული ახლა რო არაბიზაციას და აქ როცა მთელი მსოფლიო ისაკუთრებს ბანკების სახით ის არ მტკივართ ყალბებით პირდაპირ გეუბნები და შეცდომაში შევქოთ კიდე მოსახლეობა. ამიტომ ჩვენ დედები, რომლებიც სიღრმისეულად ხედავთ, რა პრობლემები აქვს ამ ქვეყანას და როგორ არის ქრისტეს დაშორებული. და დაშორებული იმიტომ არის ქრისტეს, რომ ტაძრები სავსე და ალბათ თითზე ჩამოტაცული თუ არის ნამდვილი, მაგრამ სისტემაში იმასაც გაუჭირდება ყოფნა. არის
სულიერი თვალთახედვის არ მქონე პირები, რომელსაც არ შეუძლიათ გაანალიზონ ზოგადად რა სიტუაცია არის ქვეყანაში და რომ მიხვალ ბევრი მოძღვარი მე პოლიტიკაში არ ვერევი. კონკორდატი ხო ხელშეკრულება ხო გაქვთ. ფულს ხო ითხოვთ სახელმწიფოსგან და ხო მიდიხარდა მამინაზეები. პირადად ვესწრებოდი ერთხელ პარლამენტში სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენლები იყო მოსული და ვის თურმე ზოგს მეც უიწყავდა სახელმწიფო მეც ნაკლებს და ვის რა მეტი ქონება წაეღო სახელმწიფოსგან თვითონ დაძრებს ამისთვის იყვნენ შეკრებილები. მაშინ ხო ერებოც თქვათ რაღაც ჯიბრი გვაქვს ამის სასულიერო პირების ამას ტკივილი გვალაპარაკებს რომ უკვე იქამდე მიხვდით რომ ნდობა არ აქვს საზოგადოებას. მე პირდაპირ გეუბნებით მე თქვენ არ გენდობთ. არ გენდობთ იმიტომ რომ არასდროს არსად არ მინახია თქვენი კატეგორიული, თქვენი პრინციპული მოთხოვნა უღმერთობაზე, რაც ამ ქვეყანაში ხდება. როცა წმინდანები დევნილი არიან ამ ქვეყანაში, ცოცხალი წმინდანები და თქვენ აგრძელებთ ტაძრებში წირვა-ლოცვას, თვითონ იმაზე მეტი მადლი გქონდათ, ვიდრე დევნილ წმინდანებს. ყველაზე მეტად ვის უნდა ამოიღოს ხმა? ვინ უნდა ამოიღოს ხმა, როცა დევნილია წმინდანი? მსოფლიო მოვლენა გვყავს ჩვენ საქართველოში, მოვლენა, რომელსაც მთელი მსოფლიო აღიარებს ისეთი წმინდანი. და როცა ის ამ ქვეყანაში ფაქტიურად დევნილია, მაშინ როგორ უნდა დაგიჯეროთ თქვენ? რა თქმა უნდა ვერა. ამიტომ მოგმართავთ მთელ საქართველოს დედებს. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქალი სუსტია, დედა ძალიან ძლიერია. ამიტომ დედებმა თქვენ ყველა შექმნით ჯგუფები. დადეთ ლაივები, პირდაპირები, 2 შეიკრიბებით 3, 5, რომ მეც ჩართული ვარ ამ მოძრაობაში და ამ ბრძოლაში, რასაც ქვია დედები ქრისტეს სიყვარულით უღმერთობის წინააღმდეგ. ჩვენ დავდებთ ტელეფონის ნომრებს იამბუზის 19 ნომერში თბილისი. აქ უნდა მოხდეს აუცილებლად ჩვენი შეკრებები და უახლოეს დღეებში გასვლა 2 ძირითად მტერთან, რომელიც არის საქართველოს ყველაზე დიდი პრობლემა. ეს არის ერთი საპატრიარქოში გამეფებული უღმერთობა და მეორე ეროვნული ბანკი. მას საერთოდ ეროვნულის წოდ რო ვახსენებ, ამას მე ამ წუთშიც დასაშქები ვარ. მას არაფერი საერთო არ აქვს ერთთან სახელმწიფოსთან. ამიტომ აი ამ 2 ინსტიტუტს, რომელსაც დაღუპვისკენ მიყავს საქართველო, ჩვენ ამ 2-ვე ინსტიტუტს ერთი გასაწმენდია, მეორე საერთოდ გასაუქმებელია. აუცილებლად 2-ვესთან შევიკრიბებით მთელი საქართველო. იმიტომ რომ საქართველო გაყიდულია. არაბებს აქეთ შემოახლის ინვესტიცია, ამაზე ამხედრდა თურმე და კიდევ ერთხელ ვამბობ, კორიდას ხარები გამოდიან და გააჩერებს ხელისუფლება და თურმე ყველაფერი დალაგდება, ასე არ არის შემოწმება. არ არის ნამდვილად. რეალურად სიღრმეში უნდა ვიცოდეთ რა პრობლემა აქვს ქვეყანას და აუცილებლად უნდა შევაცვლებიოთ. მე ვამბობ, მე მრცხვენია. როცა დღეს ხვალზე კიდე ჩამიშნულია გამოსახლებები. უპირობო მოთხოვნა ვამბობ. უპირობო მოთხოვნა ეს იქნება და საპატრიარქო ხმას არიღებს. და რაღაც მოჩვენები თავის შექმნილ ქრისტეზე ელაპარაკება. თავის მრევლს, თვითონ რო შექმნა თავისთვის. რა ღმერთი გვიყვარდეს და ღმერთი თავიანთ თავს გულისხმობენ. და პატრიარქ მაგიდებლები, არა ბატონო. ქრისტეს მაგიდებლები უნდა ვიყოთ. და რასაც ქრისტე ითხოვს, ის უნდა ვაკეთოთ. და ქრისტე ითხოვს, მტერი გიყვარდეს შენიდო. მტერი კი არა, საკუთარი მოყვარე ვერ დაგვიცვია. და წივილ-ყივილით იმგრევა ოჯახები. სად გამოვყოთ თავი? სად არის ქრისტიანიები? ამიტომ ეს მარაზმი უნდა ამ ქვეყანაში უნდა მოისწოს და ვამბობ, დევნილობაში მყოფ ჩვენ უდიდეს წმინდანს და ზოგადად წმინდანებს ზუსტად თავისი საპატიო ადგილი, რაც მათ ეკუთვნით, ის უნდა იმ ადგილზე უნდა იყოს ის. აუცილებლად. ეს არის გასაკეთებელი. ამიტომ მოგიწოდებთ კიდევ ერთხელ შევიკრიბოთ თქვენზეა გამოკიდებული, რაც დროზე იქნება გამოხმაურება და გვეცოდინება, რომ ჩვენ 1 და 2 და 5 არ გავალთ დედები დარაზმულები. ქრისტეს სიყვარულით ვამბობ და ქრისტეს სახელით, რომ ჩვენ უკან არ დავიხეთ. რადგან ვამბობ, არ დარჩენილა ინსტიტუტი, ვისთანაც მისული არა ვარ. ყველგან ვნახე სიყვარული. გაყიდვა, ვიცი რომ არ გავიყიდებით. უკვე ჩემ თავზე დიდება ვფავს. ღმერთო,
გვაკურთხე ამ დიდ ბრძოლაში და წმინდანებს ვთხოვ გვაკურთხოს. გვაკურთხოს ამ ბრძოლაში, სამართლიან ბრძოლაში. აუცილებლად ვიღებთ ჩვენ თავზე. ჩვენ გადავწყვიტეთ ხუთივე დედამ, რომ ჩვენ თავზე ავიღოთ აი ეს ბრძოლა, რომელიც აუცილებლად გამარჯვებით უნდა დამთავრდეს. ნუ ახლა 16 წლიდან რასთან მახსოვს, სულ ამ პროცესში ვარ, რასაც ქვია და ვერთ ყველა. რასაც ქვია საქართველოს დამოუკიდებლობა და აქამდე მოვედით. მე ვფიქრობდი, რომ აი 16 წელს არ ვიყავ, მაშინ ვფიქრობდი, რომ აი მე რომ ვიბრძოლებ ახლა, ჩემი შვილები თავისუფლები იქნებიან. აი ახლა ჩვენი შვილები დადიან ესე წრეზე, დადიან და ჩვენ გზას აგრძელებენ, რომელსაც ბოლო არ აქვს. ჩემი აზრით დედები აუცილებლად უნდა გავერთიანდეთ, არა მარტო უბრალოდ იმისთვის გაერთიანებისათვის, არამედ კონკრეტული საქმე რომ დავდოთ. რას ნიშნავს ეს ახლა ჩემი წარმოდგენა? ჩვენ ახლა ისეთი პროფესიონალები ყველა საქმეში რა თქმა უნდა არა ვართ, ჩვენ ვართ უბრალოდ პატრიოტი დედები, რომელსაც მთელი ცხოვრება გავიარეთ, ყველაფერი ეს ვნახეთ და ისე ვიქვართ რა. ამიტომ აქედან რომ გამოვიდეთ, ჩემი აზრით უნდა შევიკრიბოთ განსაკუთრებით დედებზე მაქვს აქცენტი, იმიტომ რომ დედა ყოველთვის არის მშვიდობის მომხრე და არა ომის. დედა იცის, რომ იმის უკან დგას შვილები და ოჯახი და იმას არ უნდა ომი. აქედან გამომდინარე, დედები ყველა ვარიანტში ეცდებიან, რომ ყველა პრობლემა გადაწყვიტონ მშვიდობით. და მშვიდობით რომ უნდა გადავწყვიტოთ, ჩემი აზრით ჯობია მოვიწვიოთ დედები, რომლებიც რა თქმა უნდა ამათ მამების მოყვებიან ესე ხო იქნება, მაგრამ არ ჩვენი შვილებიც, მაგრამ დედებმა უნდა დავიწყოთ. ახლა არ გიგონოთ რომ მე მიხარია რომ კაბა მაცვია და ვზივა რაკა. გულის შემტკივა და მოვედით აქ ახნის ხალხი, იმიტომ რომ გამოცდილება გვაქვს რა. სამწუხაროდ ახალგაზრდა რო ხარ, გერჩის გული და გინდა რაღაცა ომი, მაგრამ გამოცდილება არ აქვს. ასაკში რო შედიხარ, ხო? გამოცდილება გაქვს და უკვე ძალა აღარ შეწევს. ამიტომ ახალგაზრდები მაქსიმალურად და გამოცდილი ადამიანები ჯობია შეიკრიბონ, რომლებიც არიან პროფესიონალები, განათლების განხრით, ასევე მშენებლობა არის, სოფლის მეურნეობა არის თუ რაც არის. და აი ამ შეკრებებზე, რომელიც მე ყოფილვარ, მხოლოდ ყოფილვარ, რომ მე ეს ვარ, მე ის ვარ, არც აღარ აინტერესებს ვის რა გავიკეთებია. აი ახლა რასაც გავაკეთებ, ეს არის საქმე. ამიტომ ყველა თუ არა გაქვს კონკრეტული გეგმა იმისი, რომ რა უნდა გააკეთოთ, ლაპარაკისთვის ნუღა შევიკრიბებით. ამის დრო აღარ არის რა. დიდება ღმერთს, მადლობა. დედებს, მადლობა ყველას. მინდა რაღაც ერთად აგვოცოთ რა. ერთი რამ მინდა, აი რატო ვართ ჩვენ დღეს ამ ფორმაში, უნდა გავმარტო. აი ამ ასოები დიდება უფალს, დაწერილ სიტყვებში დევს აბსოლუტურად ყველაფერი სამყაროს გადარჩენა როგორ იქნება. და ჩვენ სიმბოლურად ზუსტად, იმიტომ გვაცვლია ასე, რომ აი ეს ჩვენ დაგვეხმარება, ამას ენერგეტიკა აქვს უზარმაზარი. ეს არის სამყაროს ენა.
სისხლი იქნება, ადამიანი არ დაიჩაგრება და სიყვარული იქნება. აი ამისკენ ვისწრაფით ჩვენ. და კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ დებებო, შეიკრიბეთ ყველა რაიონში, ყველა სოფელში, ყველა ქალაქში ტელეფონის ნომერს ჩვენ სამწუთში ვაცხადებ და დავწერთ ჩვენ კიდევაც 599 51 82 25. დარეკეთ, სადაც შეიკრიბებით თვითონ ჩამოვალთ და დანარჩენს ჩვენ თქვენზეა დამოკიდებული ამ წუთში. თუ რამდენად მალე გავალთ ჩვენ, როგორც საპატრიარქოში, ისე ეროვნულ ბანკთან. ჩვენი სამიზნე ეს არის, არაფერი საქმე არ აქვს არც პრემიერ-მინისტრთან, არც პარლამენტის თავმჯდომარესთან და არც პრეზიდენტთან. არც ერთი, აი ეს ორი ინსტიტუტი, რომელმაც ამ იმამდე რომ მიიყვანა საქართველო, ვიცით ძალიან კარგად როგორ და რატომ. ამიტომ ზუსტად აი იმ გადამტილს უცხო ტესტს კაენის მოდგმას საქართველოს მართვის ბერკეტები უნდა გამოვაცალოთ. რადგან ეს რელიგია, რომელიც ამ წუთში, ამ ქვეყანაში ვითომ რწმენასთან ასოცირდება, ეს აბსოლუტურად სრულა. მან გადაუხვია ქრისტეს გზას და ზომბირებულ დაპროგრამებულ მრევლი მიიღეს. ამიტომ ეს რო არის ჭეშმარიტება და ქრისტეს რელიგია, რწმენა ჩვენ ძალიან კარგად ვიცით ეს და ვხედავთ ამან რადონემდე მიიყვანა ქვეყანა. ასე რომ დედებო, არ გვაპატიებს ღვთისმშობელი, არ გვაპატიებს უფალი, დიდება უფალს, დიდება ქრისტეს, ჩვენ სიჩუდეს. ჩვენ თქვენი აქტიურობის იმედი გვაქვს. იმიტომ რომ ხედავთ სანამდე მივიდა ქვეყანა და დარწმუნებული ვარ ჩვენს ერთსულოვნებას, სიმყიცეს, სიმამაცეს, ზუსტად დედის ინსტინქტს, გადარჩენისთვის ბრძოლას, რომ ჩვენი შვილები და შვილიშვილები გადავარჩიოთ, უზარმაზარი ენერგეტიკა აქვს და ჩვენ ვაჩვენოთ მთელ მსოფლიოს. სამყაროს ვაჩვენოთ თუ რა შეუძლია დედას. რადგან ადამიანი ღვთის ხატად, ჩემ ხატად შემქმნელია უფალმა, თითქმის ყველაში ღვთისმშობელია, ყველა დედაში. რადგან ღვთის ხატად შეიქმნა ადამიანი. ამიტომ აბადებო თქვენიცით. ტელეფონის ნომრები გწევთ. შეიძლება ეს დავამატებთ 37 37 72 593 40 37 57. ხო დავწერთ ჩვენ კიდევაც და დავდებთ. აუცილებლად დარეკეთ, ყოველ წუთს მზათავართ. იმიტომ რომ დრო არ ითმის, უნდა ვიჩქარავთ. ეს დავამატებდი მხოლოდ ამ ბოლო დროს ხედავ რომ სასულიერო პირები, ჩვენი მამები გამოდიან და ამ თემაზე რაც არის შექმნილი მდგომარეობა, ძალიან დიდ გულისწყრუს გამოხატავენ და აქტიურობენ ასე ვთქვათ. მე მინდა თავს უფლება მივცე, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ახლა არ აქვს რაღაც კანდგომის, ხო? ახლა აქამდე მოვედით. მამებო, ვისაც გული შეგდგებათ საქართველოსთვის, შეიკრიბეთ ერთად და დაიწყეთ წმენდა საპატრიარქოდან. აუცილებლად. თქვენ გარე ლაპარაკი, ჩვენ გარეთ ვიმუშაობთ, თქვენ საპატრიარქოში თქვენ თვითონვე თუ არ დაალაგეთ, ხო? რანაირად იქნება ახლა? მე ესე ვიცი, რომ იმისთვის არის ეკლესია, იმისთვის ვწირავთ ჩვენ ადამიანების შესაძლებლებს, იმიტომ იმეტებთ აქ ყველა ლუყმას თუ რამე გაგვაჩნია იქითკენ რომ ვდებთ, რომ ვიცით ჩვენ არ ვიცით ვის უჭირს, ვის არ უჭირს. ეს ყველაფერი ეკლესიამ უნდა გაანაწილოს ამ გაჭირვებულ ხალხზე. ჩვენ არ უნდა გვყავდეს მშიერი ბავშვები, ჩვენ არ უნდა გვყავდეს ავადმყოფი ბავშვები. ერთმანეთში ესე რომ ვაგროვებთ ფულს და ხან თურქეთში ვაგზავნით და ხან სად, ხო? აი ძალიან დიდი თხოვნა იქნება მამებო რა. მე ხო ვიცი რომ დარჩენილი ხართ კიდე ჭეშმარიტი მამები რა. ამიტომ გაერთიანდით თქვენ თვითონ დაუდექით ხალხს მარტო სიტყვებით არა. საქმის კეთების დრო მოვიდა. აღარ არის იმის დრო ჩვენი თავები ვაქოთ ესა ვარ და ისა ვარ. არავინ არაფერი არ ვარ ღვთის წინაშე. არავინ აქ ჩვენ აქ ხდება. ამიტომ ერის და ბერიც ერთად უნდა იყოს. თუ არ შეიკრიბა ერი და ბერი, ჩვენ დანის პირას გავდივართ უკვე. ჩავაბაროთ ჩვენი წილი გამოსდა. ჩვენთან არ სმერთი. That's nice.